ქრისტიანი იყოს ქადაგებელი ჭეშმარიტებისა. არ შეიძლება ყველაფერი ჩვენ ეს დავაკისროთ მხოლოდ პატრიარქს. ან მხოლოდ სამღვდელოებას. ხალხმა უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა. აი მაგალითად როგორ შეგვიძლია ჩვენ ახსნათ ასე ადვილად როგორ ტოვებს ქართველი ადამიანი თავის ჭეშმარიტ სარწმუნოებას და გადადის თქვათ რომელიმე სექტაში რაღაც თქვათ ჰუმანიტარული დახმარების გამო. აი ეს ესე იგი მეტყველებს ჩვენი ხალხის ასეთ სულმოკლეობაზე და რომ მტკიცედ არ დგანან აი ამ მცირე მორწმუნენი არიან და არ ესმით რა არის მართლმადიდებლობა. აი რომ ამიტომ მე ხშირად ვეუბნები ჩვენ სამღვდელოებას რომ უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა განვმარტოთ ხალხს რა არის მართლმადიდებლობა და რა არის ჭეშმარიტი სარწმუნოება. როცა ეცოდინება ადამიანს ის ასე ადვილად აღარ შეიცვლის თავის სარწმუნოებას.